Სამდინოს ვთხოვ, რომ შემოაცილოს დარბაზში ბატონი ბესო დანელია. ბატონი ბესო დანელია, გთხოვთ ბატონო ბესო დაიკავოთ თქვენთვის განკუთვნილი ადგილი, მოგესალმებით ჩვენც. პირველ რიგში პროცედურული წესი რომ დავიცვათ, მე უნდა გაგაფრთხილოთ იმის თაობაზე, რომ ჩვენი კომისიის წინაშე განზრახ ცრუახსნა განმარტების მოცემა კითხვებზე პასუხისთვის თავის არიდება ან უარი პასუხზე. იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ამ გაფრთხილების დასტურად იქნებ მოაწეროთ ხელი იმ დოკუმენტს, რომელსაც თქვენ სამდივნოსთან ერთად უკვე გაეცანით და შეუდგეთ მუშაობას. დიდი მადლობა. ბატონო ბესო, ჩვენ შემოგთავაზებდით ასეთ მეთოდს. ჩვენთვის რამდენადაც ცნობილია თქვენ თავს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მმართველობის პირობებში სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფაქტს ჰქონდა ადგილი თქვენი უფლებების დარღვევის თაობაზე და უფრო მეტიც თქვენი ოჯახის წევრების უფლებებიც დაირღვა. ქრონოლოგიურად და გასაგებენაზე განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის რომ მოგვითხროთ ამის შესახებ და შემდეგ თქვენი ნებართვით კომისიის წევრები დავსვამთ კითხვებს. მიკროფონი უნდა ჩართოთ წითლად რომ აინთება, უკვე გაისმება თქვენი ხმა. გთხოვთ. მოგესალმებით ქალბატონო თეა, მოგესალმებით პატრიცემულო კომისიის წევრებო, მივესალმებით ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. მე გახლავართ ბესო დანელია, დაბადებული ქალაქ თბილისში, პროფესიით იურისტი, სხვადასხვა თანამდებობებზე ვმუშაობდი ქართულ ჯგუფში, ვიყავი საფეხბურთო კლუბის საჩხერის ჩიხურას ვიცე-პრეზიდენტი, ვეწეოდი საადვოკატო საქმიანობას. რაც შეეხება რეჟიმის წინააღმდეგ ჩემს ქმედებებს, პირველად აქციაზე გამოვედი 2006 წელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მოისმინონ ახალგაზრდებმა, როდესაც ახალგაზრდა კაცი მხოლოდ იმის გამო წამებით მოკლეს, რომ თავის მეგობარს მიაკითხა, თავის მეგობარ გოგონას მიაკითხა, რომელიც იმყოფებოდა სუფრასთან, ახალაიებთან და თაკუს ალაყაიასთან, ვანო მერაბიშვილის მეუღლესთან ერთად. 2006 წლის შემდეგ აბსოლუტურად ყველა აქციას ვესწრებოდი. ვარ 2007 წლის 7 ნოემბრის დაზარალებული. 2007 წლის 7 ნოემბერს სპეცნაზთან ერთად ისე გამისწორდნენ ზონდერები, რომ ორი კვირა ფეხზე ვერ ვდგებოდი, შეიძლება მეტიც. ასევე ვარ 2009 წლის 6 მაისის დაზარალებული, როდესაც ჩვენ აქციიდან წავედით, რომ გავიგეთ, რომ ახალგაზრდებს არა ადამიანურად ეპყრობოდნენ სამმართველოს შენობაში, მაშინ გია გაჩეჩილაძესთან უცნობთან ერთად და იმ დღესაც ძალიან სასტიკად პლასტიკური ტყვიებით, აკრძალული მეთოდებით ისეთ დღეში ჩავყარეს მართლა, რომ ეს უმძიმესი დღე იყო, ვინაიდან ჩემს გვერდით ირაკლი ხომასურიძემ დაკარგა თვალი, აი ფაქტიურად მისი თვალი როგორ დაეცა ძირს და როგორ დაბრმავდა კაცი, ამას მე ყველა ამბავს, რასაც მოვყვები ფაქტებით, ამას დავასახელებ პიროვნებებს, ვინც ამას ესწრებოდა და არა მჩვევია, მით უმეტეს იურისტი ვარ, ჰაერზე საუბარი. ამას დაადასტურებს ბატონი შალვა, მე და ბატონი შალვა ოგბაიძე ვიდექი, ჩვენ შორის იდგა ირაკლინის თვალი დაკარგა. ბატონ შალვას თავში მოხვდა ტყვია, მე მომხვდა ერთი ტყვია ყურში, ერთი კისერში, ერთი მუხლში. ეს იყო რაღაცა, არ ვიცი, არნახულად მძიმე დღე. შემდეგ გავეშებული პოლიციელები, რომლებიც გამოვარდნენ მაშინ სამმართველოს შენობიდან, ხელში ჯაჭვებით, არ ვიცი, არ მინახავს პოლიციელი ჯაჭვით, ხელში და რკინის ეგრეთ წოდებული ხელკეტით, მინახავს, არის ხო პოლიციის აღჭურვილობა, ისე გამეტებით ურტყამდნენ ხალხს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს. ამის შემდეგ იყო ფურცელაძის ქუჩა, სადაც ყუდელებმა 6 ადამიანი დაგვიჭრეს, ანუ ახალგაზრდებს მოგმართეს, დაგვიძახეს. ეგრეთ წოდებული ზონდერები, სპორტსმენები, რომლებიც ყავდათ სააკაშვილს, მე რამდენადაც ვიცი, ესენი იყვნენ უშუალოდ გიგი უგულავას
ხელმძღვანელობის ქვეშ, ვინაიდან გაფორმებული იყვნენ ქალაქის მერიის დასუფთავების სამსახურში, სადაც იღებდნენ ხელფასებს და ხელფასებს იღებდნენ აქციებიდან ხალხის მოპარვაში, აქციებზე ხალხის ცემაში. ფურცელაძის ქუჩაზეც ესეთი რამ მოხდა. ახალგაზრდები ვიყავით ძირითადად იქ, ასევე არც ისე ახალგაზრდები იყვნენ 35-40 წლის ხალხიც და ახალგაზრდები ძალიან ბევრნი იყვნენ და ამ დროს მოვიდა დაახლოებით 50-მდე ეს ზონდერი კუდის სამსახური იყო და 6 ახალგაზრდა დაიჭრა იმ დღეს. ზოგი დაიჭრა ლურსმნიანი, ასე ვთქვათ, ჯოხი ჩაარტყეს ზოგს თავში, ზოგს ეგრეთ წოდებული რაგატკები, რომლებიც ისროდნენ რკინის, ასე ვთქვათ, ბურთულებს, რაღაცა ესეთ ბურთულებივით, ამ რაგატკებით ხა ის რომ კაც თავში მოგხვდებოდა, ჯობდა რომ ტყვია მოგხვედროდა რა. უკვე როდესაც რასაც მაშინ აკეთებდნენ ხელისუფლებაში, ეხლა იმას ქუჩიდან აგრძელებენ. დღესაც იგივე მეთოდებით მოქმედებენ, მაგათინიერი არ შეცვლილა რა. რა თქმა უნდა, მე გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ ვიმყოფებოდი საქართველოში. რაც საქართველოში ჩამოვედი, მას შემდეგ უკვე 2 წელი სრულდება, მე ვარ ქართული ოცნების გლდანის ორგანიზაციის წევრი და ბოლომდე იმის გამო გადავდგე ეს ნაბიჯი, მე პირდაპირ გეტყვით, მე კარგა ხანი პოლიტიკას თავიდან ბოლომდე ჩამოშორებული ვიყავი, რადგან დადგა ამ სისხლის სამართლის დამნაშავე, ამ სისხლის მსმელი რეჟიმის მობრუნების საშიშროება. და მანამდე ვიდგები მე ქართული ოცნების გვერდით, სანამ ეს სისხლის მსმელები პასუხს არ აგებენ. აი დღეს რომ მოვდიოდი, ასობით ადამიანმა მთხოვა, რომ ყველას თხოვნა გამეხმოვანებინა, რომ სააკაშვილი გადაბრძანებულ იქნა ციხეში. რომ უყურებთ კურორტზე როა წამოწოლილი და ეხა ძალიან კარგად ვიცი რომ გვიყურებს. ზუსტად ვიცი რომ გვიყურებს და არც ერთი ეთერი არ გამოუტოვებია. ეხა მინდა ვისაუბრო 2009 წელს დაუბრუნდე, დგება 2010 წელი 9 წელი აქციები, მე წევრიანდები სახალხო კრებაში, სახალხო კრების ახალგაზრდულის ერთ-ერთი ლიდერი ვარ თბილისში. ჩვენი მეგობარი ცოტნე ანანიძე ბათუმში, ბევრი ახალგაზრდა, რომელიც ერთად ვიყავით და რომლებიც აბსოლუტურად კანონის დაცვით ერთი ფანჯარა არ გაგვიტეხავს, ერთი კანონი არ დაგვირღვევია არც მანიფესტაციების შესახებ, არც სისხლის სამართლის კოდექსი, არც საპროცესო კოდექსი. თავიდან ბოლომდე ჩვენს კონსტიტუციით მონიჭებულ უფლებას ვიყენებდით და ჩვენ იმის გამო, რომ არ გვინდოდა ჩვენს ქვეყანაში დიქტატურა, არ გვინდოდა ჩვენს ქვეყანაში სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი, გამოვედით ქუჩაში. ამის გამო 2011 წლის 19 მაისს მიპირებდნენ მოტაცებას, ანუ მოტაცებას პირდაპირ კუდის და სოდის რამოდენიმე მანქანით თავს დამესხნენ, მოვასწარი მანქანის ჩაკეტვას, ცენტრალური საკეტის და ჩვენს ოფისამდე მისვლა გლდანის რაიონული ოფისი, სახალხო კრების, რომელთანაც უკვე პოლიცია დამხვდა და წამიყვანეს დაკითხვაზე. იმდენი ხალხი მოვიდა, ეს არის 2011 წლის 19 მაისი. იმდენი ხალხი მოვიდა, ჟურნალისტები მოვიდნენ, რომ ჩემი დაჭერა იმ დღეს გადაიდო, ასე ვთქვათ, 5 საათის დაკითხვის შემდეგ გამომიშვეს და 2011 წლის 21 მაისს უკვე ოჯახთან ერთად ქუჩაში თავს დამესხნენ 20-მდე პირი. აქედან იყო თუ არ ვწდები, ზუსტად მახსოვს 5-6 პირი პოლიციის ფორმაში ჩაცმული. მე ვიყავი გულით ავატყოფ დედასთან, მეუღლესთან და 3 წლის შვილთან ერთად. ჩემთან ერთად ასევე იმყოფებოდა ჩემი პატიმარი მეგობრის მეუღლე, რომელიც მაშინ გლდანის ციხეში იყო პატიმარი დავით თოლორაია, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, მისი მეუღლე მაია წულუკიძე. ამ ამბავს დაადასტურებენ, რომელთა თვითხილველები ნათია ბერიძე ჟურნალისტი, რომელიც ზუსტად შეესტრო ამ ამბავს, მე გუშინ დამირეკა ნათიამ და მითხრა რომ გაიგო აქ მოვდიოდი, რომ ეს ყველაფერი მან თავის თვალით ნახა. ირაკლი ზაალიშვილი, ჩემი მეგობარი, რომელიც შემთხვევით მოხვდა იმ ადგილას, მე გაუწიე წინააღმდეგობა მათ, რის შემდეგაც ფაქტიურად გლდანის კიბის ჩასასვლელი არის დაახლოებით 2 სართულის სიმაღლე. ამ ჩასასვლელთან სანამ კიბეზე ჩახვალ
ზემოდან გადამაგდეს, ანუ აი ამ ჭიდაობაში და ხელჩართულ ბრძოლაში, ნუ მე ფაქტურად მარტო ვიხარ. რომელ კიბეზეა საუბარი ბატონო? რომელ კიბეზე საუბრობთ? ანუ გლდანის მეტროს ახმეტელის თეატრი. მეტროს აქვს ჩასასვლელი კიბე. მაღალი, საკმაოდ მაღალი. გვირაბში უნდა ჩახვიდე და შემდეგ გადიხარ უკვე მეტროს იქიდან გადმოგაგდეს. იქიდან გადმომაგდეს. რამდენი წლის ხართ ამ დროს? ამ დროს ეს არის 2011 წლის 21 მაისი, მე ვარ ამ დროს, ну დაახლოებით გამოვაკლოთ ახლა 16 წელი, 29 წლის. ახალგაზრდა კაცი. კი ბატონო. და შესაბამისად დაცემის დროს დამიზიანდა ხერხემალი მე-5 და მე-6 მალა, ნუ ეხა მე ვამბობ რაც გადაღებული იქნა. მე-5 და მე-6 მალა იქნა ამოვარნილი და მათ შორის მოყვა ნერვი, იმიტომ რომ ძალიან მოკლედ დროში ასე ვთქვათ, ყოველ 5 წამში ვკარგავდი გონებას. დაცემის შემდეგ 20-მდე პირი დამესია, ასე ვთქვათ, და საჩვენებლად, ნუ არ ვიცი ეს რკინის ხელკეტებით, არ ვიცი, ნუ რეებით მირტყამდნენ მომტეხეს 3 მოტეხილობა მქონდა, გადამიტეხეს ფეხი 3 ადგილას. ამ დროს ჩემი ოჯახი წამომად, ანუ უკვე უკაცრავად ცოტა მძიმე მოსაყოლია, მძიმე გასახსენებელია. ერთი სიტყვით ასევე დაზარალდნენ ჩემი ოჯახის წევრები ამ დღეს. ჩემს ფეხმძიმე მეუღლეს მოეშალა მუცელი. ასევე მიიღო მრავლობითი დაზიანებები. დედა, რომელიც გულით ავადმყოფი იყო და 3 წლის შვილი, რომლებიც შოკის შედეგად ძალიან ცუდად გახდნენ, დედას ძალიან მოკლე პერიოდში დაემართა ინსულტი და შემდეგ განმეორებითი ინსულტის შედეგად გარდაიცვალა. ბავშვს განუვითარდა შაქრიანი დიაბეტი, ერთ სიტყვით ძალიან მძიმე დღე იყო, ერთ-ერთი მძიმე დღე ჩემს ცხოვრებაში და ამას შეიძლება ძალიან მძიმე ამის მოყოლა, მაგრამ მე მინდა რომ დღევანდელმა იმ თაობამ, რომელიც დღეს არის და განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც ბევრი მართლა შეცდომაშია შეყვანილი და აქციებზე რო ხედავთ, მინდა იცოდნენ ეს ზუსტად რა, ვის გვერდით დგანან, ეს დავალებები მოდიოდა უშუალოდ სააკაშვილისგან, უშუალოდ მერაბიშვილისგან, უშუალოდ გიგი უგულავასგან და ეს ადამიანები, რომლებსაც დღეს ნიკა გვარამია, რომელმაც ჩვენს წინააღმდეგ აღძრა საქმე. თორმე სამშობლოს ღალატის მუხლით ვიდექით ჩვენ ქუჩაში და მოღალატეები ვიყავით, რადგან გვინდოდა სააკაშვილის რეჟიმის შეცვლა. და ახალგაზრდებო, მინდათ ყველამ ძალიან კარგად იცოდეთ. მე დღეს ცოცხალი ვარ, ღვთისწყალობით ჯანმრთელი ვარ და დღეს ჩვენ თავისუფალი ვართ. ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის წყალობით იმ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის ბრძოლის შედეგად ჩვენ დღეს მოცილებული ყავს ეს რეჟიმი, მაგრამ ისინი დღეს კვლავ ქუჩაში დგანან და აპირებენ მობრუნებას. ისინი ქვეყნის მტრები, ქვეყნის მოღალატეები, უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული აგენტები, ეს ადამიანები ამ ქვეყანას კარგს არაფერს არ მოუტანენ. ყველა მინდა იცოდეთ, გაიაზროთ, თქვენ შეიძლება მაშინ იყავით ძალიან პატარები. შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი საერთოდ ბაღში დადიოდა, შეიძლება დაბადებული არ იყო, მაგრამ ეხლა წარმოიდგინეთ, როდესაც ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც ბევრი ცოცხალი აღარ არის, ბევრმა იმ დღეს დაკავებულმა ადამიანმა, გეტყვით რომ 900-მდე ადამიანი დააპატიმრეს ერთ დღეს და უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ. რამოდენიმე მათგანმა ერთ-ერთი იყო ლევანი კოტეტიშვილი, არ ვიცი რა უნდა როგორ უნდა მოექცენ ახალგაზრდა კაცს ისე რომ გამოშვების შემდეგ ერთ კვირაში თავი ჩამოიხჭო საკუთარ სახლში. უამრავი ტრაგედია, უამრავი უბედურება დაგმართეს და მინდა რომ ეს ყველამ კარგად გაიაზროს. არ ვიცი, სხვა ბევრი რამე შეიძლება ითქვას ამაც სისასტიკეზე, ბევრი რამე შეიძლება ითქვას იმაზე, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი მობრუნება და სანამ იქნება საშიშროება იმის, რომ ეს სისხლის მსმელი, ეს ადამიანთა მოძულე, ეს ყოველივე ქართულის და ყოველივე ეროვნულის მოძულე რეჟიმი კვლავ დააპირებს ამ ქვეყნის ხელისუფლებაში მობრუნებას, მე ვთვლი, რომ ყველა ქართველის ვალია, რომ ამას ხელი შეუშალოთ.
აქედან გამომდინარე მე ვიდგები იქ სადაც ვარ, ვიდგები ქართული ოცნების ხელისუფლების გვერდით და დღეს ეს უნამუსოები რომ შედარებებს აკეთებენ და დღეს არის თურმე დიქტატურა და დღეს არის თურმე იმაზე საუბარი რომ ქართული ოცნება ლახავს ადამიანის უფლებებს 200-მდე პოლიციელს ოპერაცია დაჭირდა და რუსთაველი გადაწყვეს და დაანგრიეს და ერთი ფანჯარა არ ჩაგვიტეხავს ქალბატონთია ერთი ფანჯარა 5 კაცი ერთ ღამეში მოკლეს აქციას ერთ ღამეში მოგვიკლეს 5 კაცი უბრალოდ იმის გამო რომ გავბედეთ და ვთქვით რომ არ გვინდა ჩვენ ქვეყანაში დიქტატურა არაფერი არ დაგვიშავებია უბრალოდ სხვანაირად ფიქრობდით სხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე ვიდექით და არ გვინდოდა სააკაშვილი და მისი სისხლიანი რეჟიმი. აი ეს არის რა ჩემო ბატონო. მადლობა ბატონო ბესო, თქვენ სახალხო კრება ახსენეთ, თქვენ იყავით იმ დროს სახალხო კრების წევრი. ეს რო ახსნათ ახალგაზრდებისთვის იყო ოპოზიციური ჯგუფი. სახალხო კრება იყო გაერთიანება არა მხოლოდ ოპოზიციური ჯგუფი ეს იყო გარდა ძალიან ცნობილი და ძალიან ძვირფასი ადამიანების როგორებიც არიან ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი, ბატონი ირაკლი ბათიაშვილი, ცხონებული სოსო ჯაჭვლიანი, ლუკა კურტანიძე, ასევე ელიზბარ ჯაველიძე, რეზო ესაძე, ნუ საზოგადოებისთვის, ამ ქვეყნისთვის უამრავი კარგი და უამრავი გია ბურჯანაძე კეთილი საქმე როა გაკეთებული გია ბურჯანაძე, ბატონ გიას დიდი პატივისცემა ჩვენი ვიცით რომ ბატონ გიას მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს და აქედან ჩვენი დიდი პატივისცემა და ჯანმრთელობას უსურვებდა. ეს პრობლემები მაშინ გაუჩინა. რა თქმა უნდა, ისეც ემეს ბატონი გია ჩვენ გვერდ ხარდამხარ ვიბრძოდით და ისეც ემეს ბატონი გია და იმდენი ქონდა ბატონ გიას მოხვედრილი რომ ეს პრობლემები და უამრავი სხვა პრობლემა და ძალიან ბევრი ადამიანი და მაშინ მსახიობი, დიდი მსახიობი გია ბურჯანაძის მხარდასაჭერად ბევრი მსახიობი გარეთ გამოსული მე პირადად აღხსენდება. არც ერთ ბილად რომ თქვათ დღეს რომ არის მე თვითონ თეატრალი ვარ, პირველი მაქვს თეატრალური ინსტიტუტი დამთავრებული 2000 წელს დავამთავრე შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი სანამ ჩავაბარებდი უნივერსიტეტში ჯავახიშვილში იურიდიულზე და მე ზუსტად ვიცი რა საზოგადოება დგას მსახიობების დღეს გარეთ. ზუსტად ვიცი რომ ეს ადამიანები მთელი მათი ცხოვრების მანძილზე არიან კონფორმისტები და მხოლოდ საკუთარ თავზე. ახლა რაზეა საუბარი ავთო ვარსიმაშვილი რომელსაც ბატონმა ბიზინამ თეატრი უყიდა. ქართულ ჯგუფში მუშაობდი ქალბატონ თეა მე და ყველა ის ადამიანი, ყველა მსახიობი, ყოველი თეატრალური ასე ვთქვათ დასის მსახიობი იღებდა ხელფასს. დოიაშვილი, ვარსიმაშვილი, ის ადამიანები ძმანი მათნე ეგრეთ წოდებული დღეს რო დგანან და რევოლუცია და გადატრიალება რო დაგვიპირეს იმის გამო თან ყველა პრივილეგია რომელსაც სარგებლობდნენ. ყველა ის ასე ვთქვათ საჩუქარი რომელიც ქართულ ჯგუფისგან საქართველოს ქართული ხალხის ბიუჯეტიდან მიიღეს უამრავი და დღეს თურმე კიდე გადატრიალება დაგვიპირეს და დოიაშვილი გავიგეთ ჩინეთში წასულა, ხო? კომუნისტურ ჩინეთში წასულა დოიაშვილი, ეთყობა რაღაც კარგი წინადადება მიიღო. არიან ძალიან ღირსეული მსახიობები ქალბატონთეა, არიან ძალიან ღირსეული შემოქმედები, ვიზეც იდგა და დგას ქართული თეატრი, ქართული კინო და მათი აზრი ძალიან კარგი იქნება რომ მოისმინოს ხალხმა. ეს ადამიანები არ არიან ქართული თეატრი. ეს რამოდენიმე კაცი ვინც დგას და ვინც კონკრეტული თანხების თანასწორად კონკრეტულ განცხადებებს აკეთებენ, ესენი არ არიან ქართული კინო და თეატრი. ბატონო ბესო, შესაბამისად ეს სახალხო კრება იყო საზოგადოების თვალსაჩინო წევრთა გაერთიანება, ვინც უპირისპირდებოდა სააკაშვილის რეჟიმს და ასევე პარტიული აქტივი, რასაც ქვია, რომელიც იყო საკმაოდ მრავალრიცხოვანი, მათ შორის თქვენ. ძალიან დიდი. და იმავდროულად თქვენ აგრძელებდით ქართულ ჯგუფში მუშაობას, თუ ამ დროს აღარ მუშაობდით? არა, როგორ არა, ვაგრძელებდი, მე ვაგრძელებდი, ასევე მას შემდეგ მოხდა ასევე ჩემი დანიშვნა საფეხბურთო კლუბ საჩხერის ჩიხურას ვიცე-პრეზიდენტად. მე ამასთანავე ვიყავი ქართულ ჯგუფში უძრავი ქონების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მანამდე იურისტად მუშაობდი და არავითარი პრობლემა არ შემქმნია მე ჩემი პოლიტიკური და საადვოკატო საქმიანობას პარალელურად ეწეოდით. რა თქმა უნდა, პარალელურად საადვოკატო საქმიანობასაც ვეწეოდი კი წლების განმავლობაში, ვინაიდან მქონდა ჩაბარებული ადვოკატის გამოცდა,
სამოქალაქო საქმის კვალიფიკაციით და შესაბამისად ამ საქმიანობასაც ვეწეოდი და დღესაც ვეწევი. და პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვეტეთ 2 წლის წინ იმისათვის, რომ თქვენ გააგრძელოთ ახლა უკვე დესტრუქციული ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლას. გადავწყვიტე, რომ ესენი არ მოbrunდნენ ქალბატონთეა, გადავწყვიტე და ვიქნები მანამ, სანამ ეს საფრთხე იარსებებს. მე წინა არჩევნებზე ძალიან აქტიურად საპარლამენტო არჩევნებზე ჩართული ვიყავი კონკრეტულად გლდანის რაიონულ ორგანიზაციაში. გლდანი მუხიანი ავჭალა ჩართული ვიყავი და ყველა უბანი მოვიგეთ აბსოლუტურად. ძალიან კარგად იცის საქართველოს მოსახლეობამ, ძალიან კარგად იცის თბილისის მოსახლეობამ თუ რას აკეთებს ხელისუფლება. გლდანის რაიონში უზარმაზარი პროექტები განხორციელდა. ყველას აქვს უფლება გამოვიდეს და რაც უნდა ის ილაპარაკოს. არავის თავს არ გაუხეთქავენ იმის გამო, რომ გამოვიდეს და თქვას, რომ ოცნება არ მინდა. არავის თავს არ გაუხეთკენ იმის გამო, რომ Facebook-ზე პოსტი დაწეროს. ხალხს სამსახურებიდან ყრიდნენ და ციხეში სვამდნენ Facebook-ზე პოსტის დაწერის გამო. რაზეა საუბარი, ქალბატონთეა. და მე ძალიან აქტიურად ვიქნები ჩართული მანამ, სანამ ეს საფრთხე არსებობს. გასაგებია ბატონმა ირაკლი მანიშნა, რომ კითხვის დასმა სურს და შემდეგ ბატონი სოზარი. დიახ, ბატონო ბესო, ჩვენ გვახსოვს საკმაოდ კარგად ყველას თუ რა მდგომარეობა იყო და როგორ ხდებოდა პროტესტის ტოტალური ჩახშობა. ტოტალური ჩახშობა იყო აქ თავარი მიზანი. ამ დროს საინტერესო იყო, აი თქვენ ახლა კი აღნიშნეთ, რომ დიდად საზოგადოების გარკვეული ნაწილი არ გამოდიოდა და არ აპროტესტებდა იგივე მსახიობებზე მომხდარ ძალადობას. მაინტერესებს საერთაშორისო სამართალდამცავი, ასე ვთქვათ, ორგანიზაციებიდან ან უცხოეთიდან რაიმე კონკრეტული მხარდასაჭერი, დასაცავი, განცხადება, ან ქმედება თუ განხორციელებულა, როდესაც თქვენ კონკრეტულად და თქვენ თანამებრძოლების გარშემო ესეთი ისტორია ხდებოდა, საშინელი ისტორია. აი ესეთი კონკრეტული ფაქტი თუ გახსოვთ, ან რაიმე ამდაგვარი თუ ყოფილა თქვენს მხარდასაჭერად და დასაცავად. ბატონო ირაკლი, დიდი მადლობა შეკითხვისთვის, ძალიან კარგი შეკითხვაა. არამც თუ ერთი განცხადება მხარდასაჭერი, არამედ მე ძალიან კარგად მახსოვს დიპლომატიური კორპუსი, რომელიც 2011 წლის 26 მაისს რუსთაველზე ისხდა და მათ უკან გვამები იყო შემოლაგებული, ცხონებული ნიკუშა კვინტრაძის, სულიკო ასათიანის. მათგან რამოდენიმე მეჩ და ეს მათ ძალიან კარგად იცოდნენ. სისხლით გადარეცხულ რუსთაველზე ისხდნენ, სააკაშვილს დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ. ჩვენზე ვინც ვიბრძოდით ყველას, ესე იგი ყველა შეგვურაცხეს, ესე იგი ჩვენ რუსეთის აგენტები ვიყავით, თურმე რადგან სააკაშვილი არ გვინდოდა, რუსეთუმეები ვიყავით, რეტროგრადები ვიყავით და შაურაზმელები და ეს ადამიანები წვანე შუქს უნთებდნენ სააკაშვილს. როგორ გეკადრებათ რისი მხარდამჭერი განცხადება, რომ არ ყოფილიყო მათგან წვანე შუქი ანთებული, ამდენს გაბედავდნენ ესენი? ვერაფერს ვერ გაბედავდნენ. თავიდან ბოლომდე ქონდათ ეგრეთ წოდებული ჩვენი დასავლელი მეგობრებისგან ამათ წვანე შუქი ანთებული. როგორც ეხა აი ამ აქციებზე, რომ ესენი კონსტიტუციური მეთოდებით იბრძვიან, როდესაც პოლიციელებს ჭრიან, რესტორნებს აყაჩაღებენ, ძარცვავენ და რუსთაველს წვავენ. აი ზუსტად იგივე ანალოგიური ქალბატონმა თეატრულ ბრძანა, მაშინ იქით ამხარეს რაც ხდებოდა, ეხა ამას აკეთებენ ოპოზიციაში. გასაგებია, მადლობა პასუხისთვის, ბატონი სოზარი. შემზარავია მოსმენა ყველაფრის რასაც ვისმენთ და ეს არ არის ერთი მაგალითი. კარგად ვიცით, რომ ეს ჩვეულებრივი ყოველდღიური ამბავი იყო სამწუხაროდ. ფურცელაძის ქუჩა რო გაიხსენეთ, მართლა სასწაულები ხდებოდა. ერთი პატარა დაზუსტება, ნათია ბერიძე, ლაპარაკია პოზიტივი ჟურნალისტი, ხო? ადამიანი, რომელიც მართლა მთელი ცხოვრება თავის პროფესიას მართლად ემსახურებოდა და დღესაც კი როდესაც ეს დამნაშავე რეჟიმი გადასულია ოპოზიციაში, წარმოუდგენელი ზეწოლის, წარმოუდგენელი შეურაცხყოფის, წარმოუდგენელი მუქარის ატანა უხდება ამ ადამიანს და იმიტომ რომ არ იშლიან ის ადამიანების ზნეს. და ერთადერთი ხშირად ამბობენ ხოლმე აქ ჩვენი კოლეგებიც, რომ სინანული თუ მოგისმენიათ ვინმესგან და ერთადერთი რაზეც მათ სინანული აქვთ, რომ რატო ბოლომდე არ მიიყვანეს საქმე და რატო ვარ დღეს ჩვენ ცოცხლები, სხვა სინანული უნებრივი არა აქვთ, მაგრამ რადგან ქალბატონი ნათია ბერიძე ვახსენე, ერთს ვიტყვი. ნათია ბერიძის
რეპორტაჟები, მისი სიტყვა ბევრს არ მოსწონს, კარგად ვიცით, მაგრამ რით განსხვავდება მათი რეჟიმი და თქვათ ხელისუფლება, რომელიც დღეს არის. რითი განსხვავდება თავისუფალი ჟურნალისტიკა და მათ მიერ მართული ჟურნალისტიკა. ვერ იპოვიან ვერცერთ სიტყვას ნათია ბერძის რეპორტაჟებში, რომელსაც თანაც შეკამათება შეიძლება ფაქტის სიზუსტეზე. შეიძლება პოზიცია არ მოსწონდეს. ადამიანი, რომელიც ყოველთვის ლაპარაკობს სიმართლეს, განსხვავებით მათი აი ამ სპეცაგენტურისგან ამათ ჟურნალისტიკა არ ქვიათ, რომლებიც უბრალოდ იგონებენ ფაქტებს, აყენებენ ადამიანებს შეურაცხყოფას და რასაც ისინი მაშინ აკეთებდნენ ტყვიით, წამებით, დღეს შეურაცხყოფით, ცილის წამებით ცდილობენ იგივე გააკეთონ. აი ხშირად ვამბობ ხოლმე და უნდა გავიმეორო, რეჟიმი, რომელიც იდგა ორ საძირკველზე, ეს იყო ძალადობა და ეს იყო ტყვილი შეურაცხყოფა და ცილის წამება, რომელიც არანაკლებ მძიმეა ხშირ შემთხვევაში, ვიდრე ის ამბები, რომლებსაც თქვენ ლაპარაკობდით ზეღანა. მადლობა, შეკითხვა თუ არის? ბატონო ბესო, თქვენ ახსენეთ, ბრძანეთ, რომ იმ დროს, როდესაც თქვენ დაგსდევდნენ პროტესტის გამო, სხვა არაფერი დაგიშავებიათ. თორემ რომ დაგეშავებინათ 100 მაგათ გაზღვევინებდნენ, იყავით 29 წლის. დღეს როგორ აფასებთ აი ეს თქვენი პროტესტის გამო სასჯელია, როცა თავს გესხმიან, როცა ამ სიმაღლიდან გადმოგაგდებენ და ჯანმრთელობას სავარაუდოდ შეუქცევადად დაიზიანებ. როდესაც ფეხმძიმე მეუღლე გახლავს თან და მასაც ფიზიკურად ზიანს მიაყენებენ, როდესაც დედას დაკარგავ, იმიტომ რომ მის თვალწინ მის 29 წლის ვაჟს ასე ექცევა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები პოლიტიკოსების დავალებით. როდესაც 3 წლის შვილი შიშისგან დიაბეტით დაავადდება. ეს ხომ იმას მოწმობს, რომ რეალურად თქვენ 29 წლის ასაკში ამხელა ფასი გაიღეთ მთელმა ოჯახმა და თქვენ პირადად იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს და მის რეჟიმს შებრძოლებოდით. ეს ის დროა, კიდევ უნდა ხაზი გაუსვათ დღეს მეორედ თუ მესამედ, რომ შიშია დასადგურებული ქვეყანაში. თქვენ აღნიშნეთ და მე ხაზს გაუსვამ, რომ დიახ, სახალხო კრებაში გაწევრიანებულ პირებს აბრალებდნენ, რომ არიან რუსეთუმეები და ნარატივი, რაც დღეს არის, რომ თუ ვინმე გვებძვის, ან ჯაშუშია, ან რუსეთუმე. უბრალოდ ეხლა რუსეთუმე აღარ არის მოდაში და პირდაპირ რუსებს გვეძახიან. დღევანდელი გადასახედიდან თქვენ რას ეტყოდით იმათ, ვინც 29 წლის არის დღეს და ქუჩაში შეიძლება არ დგას, მაგრამ კითხვის ნიშნები აქვს. არ იცის კარგად ვინ არის ოპოზიციაში, არ იცის კარგად რა დაემართება ქვეყანას თუ ესენი დაბრუნდნენ. აი რა გაქვთ დღეს 29 წლის ადამიანებისთვის სათქმელი, მათზე უფროს ადამიანს? დიდი მადლობა, კაუჭონცია, მე ვიყავი 25 წლის, როდესაც დავიწყე ბრძოლა. ანუ როდესაც გამოვედი პირველად სანდროს მკვლელობის შემდეგ გირგვლიანის ქუჩაში და მე ახალგაზრდებს დღეს ვეტყოდი, მათაც ვინც ქუჩაში დგას, მათაც ვინც იყო ამ აქციების მონაწილე, მათაც ვინც არ არის დაუშვათ აქციების მონაწილე და არის ხელისუფლების მხარდამჭერი და ძალიან კარგია და მადლობა ღმერთს, რომ უმეტესობა დღეს ასე ფიქრობს, საღად ფიქრობს. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთი რამ. ჩემო ძვირფასებო, მეც ჩვენო ძვირფასო ახალგაზრდებო, თქვენ ხართ ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც უნდა ჩაიბაროთ ჩვენი ქვეყანა, ვინც უნდა ეს ქვეყანა ატაროთ წინ. თქვენ უნდა იყოთ ამ ქვეყანაში ხვალ ექიმებიც, პოლიციელებიც, თქვენ უნდა იყოთ ხვალ პოლიტიკოსები, თქვენ უნდა შექმნათ ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე და ერთი რამ მინდა გითხრათ ყველას. მეც იმ ადამიანებმაც, ვინც ასე წლები ბრძოლაში გავატარეთ იმის გამო, რომ დღეს თქვენ გქონდეთ უფლება, თუნდაც გამოხვიდეთ ქუჩაში და თქვათ რასაც ფიქრობთ, თქვათ თუნდაც ყველაზე განსხვავებული მოსაზრება
თუნდაც შემთთვის მიუღებელი, თუნდაც ნებისმიერი ადამიანისთვის მიუღებელი, მაგრამ თქვენ ამის გამო არავინ დაგიჭერთ, თავში არავინ არაფერს არ ჩაგარტყოთ, ციხეში არ ჩაგცვამთ, თქვენი ოჯახის წევრს არ გამოაგდებენ სამსახურიდან, თქვენ უნდა ძალიან კარგად გქონდეთ გაცნობიერებული, რომ ის ეგრედ წოდებული ოპოზიცია, რომელიც დღეს და უკვე აი რამოდენიმე თვის განმავლობაში ცდილობს, რომ ქვეყანაში სისხლის ღვრის, გადატრიალების, რუსთაველზე მაიდნის მოწყობის, საქართველოში სისხლის კალოების მოწყობით, რომ მხოლოდ საკუთარი, მხოლოდ პირადი, მხოლოდ მათი კონფორმიზმი და მათი კეთილდღეობა იქნეს ასე ვთქვათ, უზრუნველყოფილი და ქვეყანა ჭირსად წაუღია. ძალიან კარგად ხედავთ თქვენ ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც აკეთებდა ამ განცხადებას, თუ სააკაშვილი კარგად არ იქნა, ჭირსად წაუღია ქვეყანა. თუ ჩვენ კარგად არ ვიქენით, ჭირსად წაუღია საქართველო. ეს არის მათი დევიზი ახალგაზრდებო, იცოდეთ. განსაკუთრებით მათ იცოდეთ, ვიც მათ უდგახართ გვერდით და ზუსტად იცოდეთ, რომ მათი შვილები ძალიან კარგ უნივერსიტეტებში, ძალიან კარგ, ასე ვთქვათ, სასწავლებლებში თავიდან ბოლომდე უზრუნველყოფილნი არიან და ეხლა მე იმათად ახალგაზრდებს, რომლებსაც არაერთხელ მოგმართეთ აქციების წინ და გითხარით, რომ თქვენ მოგიწევთ სისხლის სამართლის დანაშაულების გამო პასუხისგება, ვარ იურისტი და გეუბნებით. თქვენ პასუხს აგებთ და თქვენ მოგიწევთ ციხეში ჯდომა და ესენი ისე შეგაწმენდნენ ხელს, ვინც ახლა ისევ ჩანან ეგრეთ წოდებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ტელევიზიებში. ასე არ არის? ხო? თქვენ ვინც დააშავეთ, პასუხი აგეთ, ხართ ასე ვთქვათ, გისოსებს მიღმა და აუცილებლად სამართლებრივ ქვეყანაში ყველამ უნდა აგოს პასუხი მის საქციელზე. გამორიცხულია ისე ავაშენოთ დემოკრატიული საზოგადოება და ამაზე კარგი ფორმა ჯერ არ მოუფიქრებია კაცობრიობას, ხო ხედავთ? ესენი ისევ არიან გარეთ. მართალია ყველაფერს ვაკეთებთ, ეს კომისიაც იმისთვის არის, რომ მათი სისხლიანი დამნაშავე რეჟიმი გასამართლეს, უმაღლესი თანამდებობის პირები გასამართლენ, ნაციონალური მოძრაობა აიგრძალოს და მოხდეს სრული დენაციფიკაცია. იმისათვის, რომ ეს ქვეყანა წინ წავიდეს, ეს მართლა სისხლისმელები და სააკაშვილი გადაბრძანდეს, კეთილი ვინებოთ ყველამ და სააკაშვილი მივაბრძანოთ იქ, სადაც მისი ადგილი არის. სააკაშვილი რატომ უნდა იყოს კურორტზე? ამდენი ოჯახის დამქცევი, ამდენი ადამიანის დამუღუპავი, ამხელა ტერიტორიების დამკარგავი. 140 სოფელზე რო პრეზიდენტი იტყვის, მე რა დავკარგეთ ქვების გროვაო. ეს ადამიანი კურორტზე უნდა იყოს, ეს ადამიანი არის სისხლის სამართლის დამნაშავე და მიშა ხო გვიყურებ ხა? ვიცი რომ ყველა გადაცემას უყურებ. ყველაფერს გავაკეთებ მე ბესო დანელია, სანამ ცოცხალი ვარ და ყველა ჩემი თანამებრძოლი, ყველა ის ადამიანი, ვინ შენ გაამწარე, გააუბედურე და ასეთები არის 100,000-ობით, რომ შენ ციხიდან ცხოვრებაში წვერი ვერ გამოხო. და განა იმის გამო, რომ პოლიტიკურად იდევნები, არა, იმის გამო რაც ჩაიდინე, იმის გამო რაც ქვეყანას უკენი, იმის გამო რომ ამხელა ტერიტორიები დაგვაკარგინე, იმის გამო რომ უკან დავხიე, იმის გამო რომ დემოკრატიას, სასამართლოს, ჟურნალისტიკას ყველაფერს ხაზი გადაუსვი. ავტორიტარული რეჟიმი შეგვიქმენი და იმის გამო რაც ჩვენ ოჯახებს დამართე და რაც მომავალ თაობებს დამართე. ვერც სააკაშვილი, ვერც უგულავა, ვერც გვარამია, ვერასდროს არამ თუ ხელისუფლებაში მობრუნდებიან. მე ძალიან კარგად მახსოვს 2012 წლის პერიოდი, როდესაც არჩევნები მართლა აი, რა ვიცი რა, როგორი ზეწოლის ფასად მოვიგეთ, მილიონი ადამიანი ქუჩაში გამოვედით და ეს ადამიანები ცხვირს რო ვერ ყოფდნენ, გარეთ რო ვერ გამოდიოდნენ. ხმას რო ვერ იღებდნენ, ქვეყნიდან რო გარბოდნენ. აი ესე არის, ესე უნდა მოხდეს, რომ ამ ადამიანებმა არა მხოლოდ სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობა, პოლიტიკური და მორალური პასუხისგებლობა უნდა იგრძნონ ისეთი, რომ მათ უფლება არ აქვთ ამ ქვეყანაში, არამედ თუ გამოვიდნენ და ხალხს მოუწოდონ რაიმე, არამედ ზოგადად რომ გამოჩნდნენ საერთოდ და ხმა ამოიღონ სადმე საჯარო სივრცეში. ეს ჩვენი თაობის გასაკეთებელი საქმეა, თქვენ ჩემზე უმცროსი ბრძანდებით, მაგრამ მეტნაკლებად ერთ თაობას წარმოვადგენთ და მძიმე, შეიძლება უმადურიც, მაგრამ სამომავლოდ საჭირო საქმეა, რომ მართლაც მათ პოლიტიკურ ველზე, როგორც თქვენ ბრძანეთ, ცხვირი არ გამოეყოფოდეთ, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ფაქტებზე დაფუძნებული. ამიტომაც ბრძანდებით თქვენ აქ, როგორც მრავალგზის მსხვერპლი სააკაშვილის რეჟიმის და
მადლობა თქვენ მიერ მოწოდებული ფაქტებისათვის. პატარა კითხვის ნიშანი დამრჩა გკითხავთ და შემდეგ დაგემშვიდობებით თქვენი ნებართვით თუ სხვა კითხვები არ იქნა. თქვენ ბრძანეთ რომ გლდანში გლდანის მეტროსთან როდესაც თქვენ თავს დაგესხნენ რამდენიმე პოლიციელი და დანარჩენები სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი 20-მდე პირი. თქვენ იმყოფებოდით დედასთან, მეუღლესთან და 3 წლის შვილთან ერთად და ბრძანეთ რომ მე შევეწინააღმდეგეო. აი ეს შეწინააღმდეგება რაში გამოიხატებოდა? ახლავე დეტალებს გეტყვით, ხალბატონ თეა, ჩვენ მოვდიოდით ტაქსით. ტაქსით ამოუდგა ჩვენს მანქანას, პოლიციელების მანქანას, სადაც იჯდა 6 პოლიციელი ფორმაში და ტაქსის მოთხოვეს მანქანის გაჩერება. მე უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი დაკავება იყო მიზანი. მე ვინაიდან არ მინდოდა, რომ ჩემი ოჯახის თვალწინ მომხდარიყო ჩემი დაპატიმრება. მე ტაქსიდან გადმოვხდი და გლდანის მეტროს მიმართულებით გავიქეცი. არ მქონდა 50 მეტრი გავლილი, რომ 20-მდე პიროვნება, ხელკეტებით, ხელჯოხებით შეიარაღებული, ჯაჭვებით, კასტეტებით, აი როგორც ჩხუბში პირდაპირ, აი ესე არამს თუ რაღაც საუბარიც არ შემდგარა ჩვენ შორის პირდაპირ დამარტყეს და მეც პირდაპირ ჩავერთე ჩხუბში. აი ამ ჩხუბში ეს პოლიციელებიც მოვიდნენ და ძალიან კარგად მახსოვს, არ დამავიწყდება ერთ-ერთი პოლიციელის, როდესაც მე უკვე ძირს ვეგდე და სათვალე მომძვრა, ძირს დავარ და ერთ-ერთმა პოლიციელმა აიღო და ჩაიდო ჩემი სათვალე ჯიბეში. ეუბნებოდნენ, ანუ ხალხი ხა, ამდენი ხალხია გლდანის მეტროს ჩასასვლელში და რა მოხდაო, ხალხი ეკითხებოდა, რატომ აკავებთო, რა დააშავაო ამ კაცმაო და იქურდაო ერთ-ერთი პოლიციელი ეუბნება რომ იქურდაო და იმიტომ რაღაც მოიფარაო და პასუხობს ის ვინ ჩემი სათვალე ჩაიდო ჯიბეში და როდესაც უკვე ძალიან დიდი აყალმაყალი შეიქმნა ჩემი ოჯახიც რო წამომადგა თავზე მათაც რო გაუსწორდნენ და როდესაც მე უკვე მაშინდელი 100 მეთაური იყო ნუ არ ამნიშნულობა გვარს არავის გვარს ეხა იქ არ ვასახელებ შემთხვევით პატრულის 100 მეთაური რომელიც მოვიდა და რომლებიც მეუბნებოდნენ უკვე სასტრაფოც მოსულია გონება დაკარგული სისხლიანი დალეწილი გადავყავართ მერვე საავადმყოფოში მიგვიყვანეს როდესაც მერვე საავადმყოფოში მივდიოდით სასტრაფოდან ეს ხედავდი უკან და რამოდენიმე დაახლოებით 4-5 დაბურული შკოდა ერთი ასე ვთქვათ მინივენი ესეც დაბურული მოყვა და მერვე საავადმყოფოში უკვე მაგიდაზე საოპერაციო მაგიდაზე შემოვიდნენ და ეუბნებიან ექიმს რომ აუცილებლად უნდა გადავიყვანოთ ეხლავე უნდა წავიყვანოთ გლდანში და ექიმი ეუბნებათ რომ მე ყველანაირ პასუხისმგებლობას ვიხსნი რომ ეხლა თქვენ თუ ამას გლდანში წაიყვანთ შეიძლება გზაში მოგიკვდეთ და არ ვიცი ეს ექიმი შემთხვევით მოხდა მისი კვალიფიკაცია იყო ძალიან დაბალი თუ დაბნეული იყო უთხრეს რომ დაწერე დაგვიწერე ყველაფერი ნუ დაუწერა მოტეხილობა ეს მალა ესეთი მდგომარეობა და სადღაც რეკავენ თან აწოდებენ ამ ინფორმაციას და 3 მოტეხილობიდან ერთი ჩამისვა არასწორად ანუ ერთი ძვალი ფაქტიურად დატოვა ისევე, ანუ დაცილებული ერთმანეთს და გიფსში რო ჩამისვა, 2 მოტეხილობა ჩასვა სწორად და ერთი დატოვა, ანუ ფაქტიურად თავიდან დასამსხვრევი და თავიდან ასაწყობი იყო ფეხი. და შესაბამისად 6 თვის განმავლობაში მე ვერ ვდგებოდი ფეხზე, ვერ დავდიოდი სახლშიც კი როდესაც გადამიყვანეს სახლში 6 თვის განმავლობაში დაბურული შკოდა ფსიქოლოგიური ტერორისთვის და ზეწოლისთვის სულ იდგა მუდამ იდგა სახლთან როცა არ უნდა გადმოგეხედა მუდამ სახლთან იდგა და 6 თვის შემდეგ უკვე ესე ვთქვათ ხელჯოხებით ნელ-ნელა დავიწყე წამოდგომა კი ბატონო ეს სახლთან დაბურული ყარაულობა ჩვენს გვახსოვს ბატონ ივანოს ბიჭუნების მაგრამ ეს ალბათ ყველაზე ნაკლები ბოროტება იყო იმ ძალიან კი ბატონო ეს ძირითადად ქალების და ბავშვების შესაშინებლად გამოცდილი მეთოდი გახლდათ მეც გამომიცდია ეს იყო მაგრამ ნეტა მხოლოდ ეს ყოფილიყო და არა უფრო მეტი მადლობა ბატონო ბესო მობრძანებისთვის თუ სხვა კითხვები არ არის დაგემშვიდობებით წარმატებებს გისურვებთ და მადლობა იმ ბრძოლისთვის რომელიც აწარმოეთ მძიმე დროს და რომლის წარმოებასაც ახლა ეწევით კვლავ დიდი მადლობა მადლობა ნახვამდის კარგად გაგებოდეთ ნახვამდის